ზეოთი ბათვისა მოწვათ მუქ მოყრილი ძრავ შევედრები იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით ფრთებით დაიფარე ამას გევედრები დამჯვა განსაცდელში ფალნი მიურიდენ სული მოავნინე ისევ შენნიერი დილა გაუთენე ისევ ციურიდან სული უმანკოთა მიეს მშვენიერი ხანმა უნდობარმა გზა რომ შეღება უხვად მოიგანა სისხლი და წხედრები დაფრი ქართლი მათ ნუ შეეხება ფრთებით დაიფარე ეს მისი ბოლო გამოჩენა სცენაზე. უკანასკნელად რომ წაიკითხავს, ზეოთი ბათვისას და მალე იქ გრძელვადიან მივლინებაში რომ წავა, საიდანაც სამწუხაროდ აღარასდროს ბრუნდებიან. მერე დაწერენ, როდესაც მედია სცენიდან ქრება, გაიფიქრებ, რომ მასთან ერთად ამ სამყაროში სიწმინდე და მშვენიერებაც ქრება, რომ მერე ყველას და ყველაფერს დააკლდება რაღაც ამოუცნობი და რომ სამყაროც მის გარეშე ძალიან გაღარიბდება. ამბავი მედია ჯაფარიძის შესახებ. დაწერენ, როცა მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ, ქუდებს მოიხდიან და თაყვანს სცემენ, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვანაირ მედიას ცხოვრებით დაღლილს, განუყრელ თანამგზავრთან შესახვედრად სამუდამო განსასვენებელში მიმავალს, უკვე ტკივილად და ლეგენდად ქცეულს. სიყვარულიც ლეგენდად რომ ექცევა. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მეუღლე რეზო თაბუკაშვილი ბოლოჯერ რომ მიწერს წერილს. ჩემო პაკი პუკ, ამ სიტყვებით იწყება წერილი. ჩემო პაკი პუკ. სირცხვილი შენ რომ ერთი წუთით მაინც წარმოიდგინე ვინმეს ან რამეს შეეძლოს ბედაშენი დაშორება მიუხედავად შენი ბრონქიტისა კოცნი ბევრს ჩემო ლამაზო შვენიერო და ერთადერთო იშვიათად წამიკითხავს ნამდვილად ისეთი სიტყვები მედია ჯაფარიძეს რომ უძღვნიან ქართული კინოს მშვენებას მარადიულ სილამაზეს ეს ეპითეტებით სწორედ მას ეკუთვნის დიდ მედიას თანაც დიდი ადამიანებისგან მაგალითად ვერიკვან ჯაფარიძეს უთქვამს მედიამე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათრობს ეს სწორედ ეს არის ვერიკოს წერილი სადაც ეს სიტყვები ამოვიკითხე იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა კი დაწერს დღეს როცა სამყაროში ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერება ხედავდა ისეთ ადამიანს, როგორიც ამ მედია ჯაფარიძე. მისი შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიწევს ზევით მაღალი იდეალებისკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობ. სიყვარულის გახანგრძლივებაზეც იზრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულო ხომ გახსოვთ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულო. იცით? ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც ბედნიერი ქალი იყო, რადგან სწამდა და უყვარდა მძიმე ცხოვრების ანარეკლად კი უძირო სევდით სავსე თვალები შერჩაო დაწერეთ. მსახიობის ბავშვობას და ახალგაზრდობას ფაქტობრივად ოჯახში დატრიალებული ტრაგედიები შეიწირავს. მამა ვალერიან მაჭავარიანი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავა. ამბობენ, რომ მედიას დედის გვარი სავარაუდოდ პოლიტიკური დევლის თავიდან ასაცილებლად მისცეს. დედა კი ძმის დახვრეტის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯება. 4 წლიდან მახსოვს, როგორ მომგრეჯდნენ ხოლმე მის კალთას და საავადმყოფოში მიყავდათ. დედა პერიოდულად ხდებოდა ავად და ხშირად გვაშორებდნენ ერთმანეთს. ხანდახან საავადმყოფოდან გამოიპარებოდა ღამღამობით და სახეზე დადენილი მისი ცრემლი მაღვიძებდა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ასე ვიძინებდით. შემდეგ კვლავ მოვიდოდნენ ვიღაც ადამიანები და ძალით მიყავდათ. იხსენებს მედია ჯაფარიძე, რომელიც მკაცრ პირობებში ბიძაშვილებთან გაიზრდება, თუმცა თავიდანვე იცის, რომ მსახიობი უნდა გახდეს. იმპროვიზირებულ ფარდას და სცენას აწყობს, გამგმირავი ხმით მეზობლების გასაგონად ტრაგედიებს თამაშობს და ეს მისი მედია ჯაფარიძის პირველი პირადი თეატრი იქნება. შეხედე ვახტანგ რა ხედია? ზღაპარია, ნამდვილი ზღაპარი. თუნდაც მაინც მითხარი ვისთან ვარ ცდომად. შენთან.
ეს ყველაფერი თქვენია ძირფას. და მეც თქვენი სამუდამო სტუმარი ვარ. სკოლის დამთავრებასაც ვერ მოასწრებსო, იხსენებენ მედია ჯაფარიძე ყველასთვის მოულოდნელად ნაადრევად რომ გათხოვდება. მეუღლე მერაბ კოსტავას ბიძა მსახიობი გრიგოლ კოსტავა. თუმცა თითქოს ასე ეწერა კიდეც, ვერც აქ იგრძნობს ოჯახურ სითბოს, მეუღლეს მალევე დააპატიმრებენ და დახვრეტას მიუსჯიან. 20 წლის მედია ყველაფერს გააკეთებს, მეუღლე როგორმე რომ დაიხსნას, მისი არაამქვეყნიური სილამაზე კი ფაქტობრივად გადამწყვეტ როლს ითამაშებს. გრიშა კოსტავას ბედი ხბლის გადამწყვეტნი სწორედ მედია სილამაზით დატყვევებულნი შეცვლიან განაჩენს და კოსტავას 10 წელს მიუსჯიან. ნუ დამელოდები არ ვიცი როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლად. წერილის ავტორი მედია ჯაფარიძის პირველი მეუღლეა გადასახლებიდან. ზეოცი ბაცვისა ლოცვად მუხ მოყრილი გრალ შევედრები იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარული ფრთებით დაიფარე ამას გევედრები ტანჯვა განსაცდელში მერე იქნება რამდენიმე წლიანი ჯოჯოხეთური ყოფა და ალბათ პირველი გამონათებად ცხოვრებაში სწავლის გაგრძელება სამხატვრო თეატრის სტუდიაში. ეკრანზე 1937 წლიდან გამოჩნდება და დაწერენ ალბედითი რეპრესიების პერიოდში ქართულ ეკრანზე სულ სხვა სიკეთე მოიტანაო და ეს სიკეთე რაღაცნაირად ამ სიმღერაშიც კარგად ჩანს. აი ამ სულ სხვა სიკეთეს მიიტანს მედია თეატრში საკაკი კვანტალიანი რომ იტყვის არავის ადგილი არ დაუკავებია მას ჩვენს თეატრში, მან დაიკავა თავისი საკუთარი მედია ჯაფარიძის ადგილი. ქართული თეატრის ცხოვრებაში მედია ჯაფარიძე არ შემოსულა ახალბედას გაუბედავი ნაბიჯებით. ნაბიჯი მისი იყო მტკიცე, სწრაფი, დამკვიდრდა, მყისვე, უბრალოდ უხმაუროდ. ასე მტკიცებ გაგრძელდება დიდი მსახიობის გზა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. შექმნის არაერთ სახეს მერე ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. უთქვამთ კიდეც, ვისაც უნახავს სცენაზე ჯულიეტა მედია ჯაფარიძის შესრულებით, მას შემდეგ არც იქამდე, არც მის შემდეგ ასეთი საოცრება აღარ უნახავთ. აღარავინ ისეთი მომხიბლავი, სუფთა, სილამაზის და სიწმინდის ეტალონია. სხვათა შორის ძალიან ემოციურია მსახიობ დოდო ჭიჭინაძის წერილიც, რომელიც ამოვიკითხე, ის მეგობარს გარდაცვალების შემდეგ მიუძღვნის და ამ წერილში ვკითხულობთ, კანონზომიერი იყო ისიც, რომ შენი ცხედარი სულის გარეშე არც მე და აღარც აღარავინ იხილა, რადგან სხეული რაც უნდა მშვენიერი იყოს, იგი სულიერების გარეშე უფეროა. შენ კი ჩემო ძვირფასო ისეთი დარჩი, როგორიც გვიყვარდი, როგორიც მოგწონდი. ეს კი 1984 წელი და სიმღერა ნუ თუ არ განმეორდება. განმეორდება თუ არა ისეთი სიყვარული მედია ჯაფარიძეს რომ მეწვევა არავინ იცის, იმასაც ამბობენ ის ლეგენდა, რომელიც მედიას და რეზოს და მედიას სიყვარულის შესახებ არსებობს, აჩრდილიც კი არ არის იმასთან, რა ურთიერთობაც რეალურად ჰქონდათო. საუკუნის წყვილი, რომელიც დატოვებს კეთილ სიტყვას, კეთილ საქმეებს, ძვირფას მემკვიდრეობას. მედია ჯაფარიძის და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულის ეპოქა პოეტების აღამოზე ნათქვამი პირველი გამარჯვებით იწყება. კარგად ხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ამიტომ ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას, გაიხსენებს მედია ჯაფარიძე. თუმცა დიდხანს ვერ დაუფრთხებ ამ პაემანზე ორჯერ ნათქვამი უარის შემდეგ რეზო გზაზე მიმავალ მედიას აეკიდება და ლექსებს წაუკითხავს. აი ამ ლექსების შემდეგ რატომღაც სწორედ მას გაანდობს მედია ჯაფარიძე მძიმე
მძიმე ცხოვრების ისტორიას, დედის ავადმყოფობას, წართმეულ და ფერდაკარგულ ახალგაზრდობას. მერე იქნება განშორება მოსკოვიდან საქართველოში დედის ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაბრუნებული მედია და იქნება განშორებისას დაწერილი სასიყვარულო წერილების კორიანტელი. შენი ერთი ფოტო ჩარჩოში ჩასმული მაგიდაზე მიდგას და ყოველ საღამოს ანგარიშს ვაბარებ მას, სად ვიყავი და რა ვაკეთე. სურათის მედიკოც ძალიან კმაყოფილია ჩემით. გკოცნი ბევრს, ჩემო სიცოცხლევ და სიყვარულო. შენი რეზო. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები. და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყავდია. ერთი თვის განმავლობაში ბნელ ოთახში ვიწექით მე და დედა, თურმე ასეთ ავადმყოფებს სიბნელე ყვარებიათ. ამ დროს მიმდინარეობდა ქეთო და კოტეს გადაღებები. სახლში რომ ბრუნდებოდი, ჩავაბნელებდი დარაბებით ოთახს და ასე ცხოვრობდით მე და დედა. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ დროის მონაკვეთს და შეგვიძლია კიდევ მოусმინოთ რეზოს ჩანაწერს. ასე მგონია საუკუნოდ ბედმა შეყვარა. სამყარო გაწყდა და მე და შენ შევჭით ქვეყანას. შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა. ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენ ახარ. აი რაც ახლა მოვისმინეთ, პირველი იძულებითი განშორების პერიოდში რეზო თაბუკაშვილი შექსპირის სონეტების დიდ ნაწილს თარგმნის და მერე სწორედ მედია ჯაფარიძეს მიუძღვნის შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა, ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენ ახარ. როგორც ამბობენ სონეტების პრეზენტაციაზე, მეუღლისთვის უთქვამს რეზო თაბუკაშვილს, თუ შექსპირს როგორც ლირიკოს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს თარგმანები შენ გეძღვნება და შენი შთაგონებითაა დაწერილი. შეყვარებული მედია სხვანაირი ალბათ ვერც იქნებოდა და არც შექსპირის სონეტებზე ნაკლებ საჩუქარს იმსახურებდაო ამასაც დაწერენ. გემუდარები ორ გულობა არ დამაბრალო, არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა, არ დაივიწყო რომ ოდესღაც გული საბრალო, შენივე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას. შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი, შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემის თანამაც, შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნის მთავარი, მაგრამ ცოდვებისგან საბანი წყალიც თანამაქვს. არ დაგიმალავ, მეც ხვევივით ლხენას დავეძებ და ეხლაც შენთან უცოდველი როდი მოველი, მაგრამ არასდროს დაიჯერო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რეზო თაბუკაშვილს თურმე უშვებენ ინგლისში, თუმცა ის წასვლაზე უარს იტყვის, არავინ და არაფერი უნდა მედიას გარდა. შეშინებული მედია წარმატებულ ბიჭს კარიერა რომ არ დაუნგრიოს, მოსკოვიდან ისევ თბილისში ბრუნდება, თუმცა შეყვარებული ბიჭი ჩანაფიქრს მიუხვდება, ბოლო რეისს მიუსწრებს და თბილისში მედიასთან გაიქცევა. ასე ხდება ერთი მთლიანობა, რეზო და მედია. მერე რომ დაწერენ, ისინი რენესანსული ტიპის ხმული ადამიანები იყვნენ უგმირო და უსულო რეალობაში, თვალშეუდგამი ფიზიკური სილამაზე ერწყმოდა სულიერ მშვენიერებას. ყველა მუხსიყრი და ამ სილამაზის წინაშე ნაცნობი და უცნობიც, ქართველი და ისინიც, ვინც არაფერი იცოდა ამ ორი ადამიანის შესახებოდა და ახლა მოვუსმინოთ დოჩანაშვილის ისტორიას, რომელსაც ის ძალიან კარგად გაიხსენებს. არცელი არ გავიხსენო, ჩემი აგრეთვე უფროსი მეგობრის ბატონი რეზო ჩხიძის მოგონება, როგორ დაინახა ვენეციაში ქალტონ მედია და ბატონ რეზო როიდგენ გონდოლაზე. თუ ცოტა ქარი იყო, რაღაც უფრიალებდა თქვა ქალტონ მედია და აი ვიყავიო, აი გამაყებულო ეს რა ქვეყნიდან ვარო, სადაც ესეთი ადამიანები იბადებიან და იზრდებიანო. მათი სიყვარულის მსგავსად ძალიან საინტერესო იქნება ქორწილის დღეც. რეზოს რომ აუჩემებია, რაც შეიძლება ადრე უნდა მოვაწეროთ ხელი, ქალია მაინც და არ გადაიფიქროსო. 4-ის ნაცვლად ჯვარს 12 საათზე დაიწერენ. მერე კინოთეატრში შეივლიან, უმძიმეს ფილმს ნახავენ ომის თემატიკაზე. ფილმის დასრულების შემდეგ რუსთაველზე ცრემლებისგან დასიებული თვალებით გამოვლენ. თბილისში იმ დღეს ხმა გავრცელდება, რეზო და მედია სახლში არ მიიღეს და საწყალი ახალდაქორწინებულები ტირილით მიდიოდნენ ქუჩაშიო.
აუცილებლად მინდა რომ პატარა ჩანართი გავაკეთო რეზო თაბუკაშვილის შესახებ, ისევე როგორც მედია რეზო თაბუკაშვილის უდიდეს მემკვიდრეობას დაგვიტოვებს, რეჟისორი, მკვლევარი, დრამატურგი და სცენარისტი სწორედ მისი ინიციატივით და მონაწილეობით დაუბრუნდება საქართველოს უცხოეთში გაბნეული ხელნაწერები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები თუ ფოტოები, მისი უშუალო აქტიურობის შედეგად გადმოასვენებენ საქართველოში მიხეილ თამარაშვილს, მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს. სწორედ მას რეზო თაბუკაშვილს უთქვამს, მზეზე ყოფნა არ მიყვარს. ჩრდილში მირჩევნია, ჩრდილში ჩანს ისიც, რაც ჩრდილშია და ისიც, რაც მზეზეა. სხვები კი მის შესახებ დაწერენ, წერალი იყო და მოაზროვნე, არავინ ვიცით როგორები ვიქნებოდით მისთვის, რომ კარგად დაგვეგდო ყურიო. პატრიოტი პროფესია არ არის. პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ნამდვილად, მედია ჯაფარიძეს კი უნიკალური კინოროლების პალიტრა დიდი მასშტაბის მსახიობად აქცევს, თანაც უყდავ ფილმებში, მაგალითად გიორგი სააკაძე, ჯურღაის ფერი, აკაკის აკვანი, ბროწეულის ფერი, სანამ წვიმა გადივლიდეს. გაახმოვანებს ბატიტა სიკოსაც, თუმცა მაინც პოპულარობას ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული და საკულტო სურათი ქეთო და კოტე მოუტანს. დაუვიწყარი კადრი, ქეთოს ამოხედვა და რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის წერილი. მედია მეუაღრესად გამიმართლა იმედი, რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. სწორედ ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისგან მარცვალს და აი იმ მარცვლისგან ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედიამ ქეთო და კოტეშიო იტყვის. ფილმის განხილვის შემდეგ მედიაც გაუგზავნის რეჟისორს წერილს. სურათი ძალიან მომეწონა, გილოცავთ და გკოცნით, წარმოიდგინეთ, ჩემი თავიც მომეწონაო. ეს იყო პეტერბურგში. მე ტიგნით ხელში სასწავლებლის ეზოში ვიჯით. ფილმის ამერიკული ჩვენების შემდეგ კი Daily Yorker-ი დაწერს, ჰოლივუდსაც კი იშვიათად შეუქმნია რაიმე ამ მშვენიერების მსგავსიო. აი ეს უნიკალური კადრები კი, რასაც ახლა ეთერში ვხედავთ, ქეთო და კოტეს პრემიერიდან 1 წლის შემდეგ გადაუღიათ, ნატო ვაჩნაძეს იუბილეს ულოცავს, მაშინ ჯერ არ იცის, რომ ნატოს გზას თავად გააგრძელებს და ქართული სილამაზის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო სწორედ თავად გახდება. რა ფოტოსაც ხედავთ, ეს არის უნიკალური ფოტო, მაყურებელსაც ვაჩვენოთ. ეს სცენა ქეთო და კოტედან არ გემახსოვრებათ ნამდვილად, იმიტომ რომ ფოტოზე სწორედ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა, ამოიჭრა ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი მთლიანად. ფოტოზე ბათუ კრავეიშვილი და მედია ჯაფარიძე. იქნებ დადგა შემოდგომა ჩვენ ცხოვრებაში. ქეთო და კოტედან ჯვრისწერის სცენა არ შემოგრჩა, თუმცა შემოგრჩა ასევე საკულტო ფილმიდან მზე შემოდგომისა უყდავი ფრაზა, რომელიც ალბათ მე ვფიქრობ ძალიან ხშირად უნდა მოვისმინოთ, მამაკაცებისთვის ქალებისადმი დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო რომ უნდა იყოს. უგასავთ ხალბატონო, გამარჯობათ. ინებეთ, მომილოცავს. დღეს ვამარტია და უნდა შეგაწყვეტოთ. ხომ არ გეხნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. მადლობთ ხალბატონო. თუმცა ჩვენ მაინც ბევრჯერ მოვუსმინოთ, არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ამ ფილმის სცენარის ავტორი მედია ჯაფარიძის მეუღლე რეზო თაბუკაშვილია. ფილმში საოცრად გულში ჩამწვდომი სიტყვები რეზო თაბუკაშვილმა მთავარ გმირს ვახტანგს ათქმევინა, რომელიც მისი პროტოტიპია და შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ამას თავად რეზო თაბუკაშვილი ეუბნება მეუღლეს მედია ჯაფარიძეს. თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ. ამ ყველაფერს კი თან ერწყმის ვაჟა აზარაშვილის უკვდავი სენტიმენტალური ტანგო, მედია ჯაფარიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი. ფილმში ასევე ჩნდებიან ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და ესეც კიდევ ერთხელ დაუვიწყარი ტანგო.
მედია ჯაფარიძის და რეზო თაბუკაშვილის ერთადერთი შვილი მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი იხსენებს მაწულ კაცობაში ჩხუბში დანა რომ მომცხეს ბეჭში დედა მინ ბიჭს ვინც დამჭრა უთხრა შენც ჩემი შვილი ხარო მაშინვე აპატია ასეთი იყო ადამიანი სიკეთვისთვის დაბადებული ის ვიცაც ერთი დიდი წყენა ალბათ სამუდამოდ თან გაჰყვება მედია 8 თვის ორსული სპექტაკლ ჭრიჭინაში ითამაშებს იმის მიუხედავად რომ მედია ჭრიჭინა უდიდესი წარმატებით სარგებლობს ამ პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში ეს როლი სხვა მსახიობს რეილა აბაშიძეს მიანდეს ეს იქნება მისი ერთ-ერთი პირველი დიდი ტკივილი შემოქმედებაში თუმცა თავად იქნება ის ადამიანი ვინც მუდმივად სხვებს შეუმსუბუქებს ტკივილს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად რომ აირჩევენ სხვებზე ზრუნვაში დაავიწყდება ოჯახი თეატრიც კი მისი შუამდგომლობით 120-ზე მეტი ადამიანი გადაურჩება დახვრეტას მერე კი ისევ უმძიმესი პერიოდი დაიწყება მის ცხოვრებაში რეზოს მძიმე დიაგნოზს დაუსვამენ მეუღლის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედია ბრონქიტით იმავე საავადმყოფოში მოხვდება გვერდითა პალატიდან მედია მეუღლეს წერილს მიწერს მომწერე რამე თორემ ვიტირებ და სახლში გავიქცევი საპასუხო წერილი დასაწყისში უკვე მოგასმენინეთ რამან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ გკოცნი ჩემო ერთადერთო ლამაზო ჩემო უსაყვარლესო ეს წყვილის ბოლო მიმოწერა აღმოჩნდება კადრები რომელსაც ახლა დაინახავთ რეზო თაბუკაშვილის პანაშვიდიდან არის 1990 წლის 9 აგვისტო უდიდესი სევდით გარემოცული მედია ჯაფარიძე და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას რეზო თაბუკაშვილის ბოლო ლექსი გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაწერილი შვილიშვილებს რომ მიუძღვნა რეზოს გარდაცვალების შემდეგ კი მედიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ფიქრის გორაზე მოსიარულე ჩაფიქრებულ მსახიობს ყველა დიდი თანაგრძნობით ხვდება ის კი საყვარელი მეუღლის წასვლას ვერ ეგუება 1994 წელს 71 წლის ასაკში წავა თავადაც სახალხო არტისტს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ მედია ერთადერთხელ მოვიდა თეატრში დაუგვიანებლად მაგრამ ბევრად უფრო ადრე ვიდრე ეს საჭირო იყო ეტყობა რეზოსთან უკანასკნელ პაემაზე აგვიანდებოდა იტყვის ოთარ მეღვინე თუხუცესი მერე კი დაწერენ თუ ქალი კეთილია ის აუცილებლად ასეთივე იქნება ასაკი რომ მოემატება მედია ჯაფარიძე ისეთივე წავიდა ამ ქვეყნიდან როგორიც იყო სულ მისი მშვენიერება იყო მუდმივი მან შინაგანი სამყაროს დაცვა მოახერხაო დიდი მედია რომელიც ლიტერატურულ საღამოებზე თურმე ხშირად კითხულობდა ტიციან ტაბიძის ლექსს მას გამარჯობა ტკბილო სიცოცხლევ დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელნი და ასე განუყრელები მედია ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი